მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი ცხოვრებისეული მამოძრავებელი ძალა არის სიმღერა, იყო პერიოდები, როცა სერიოზულად ვფიქრობდი, რომ ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა და დედის გზას გავყოლოდი, ესე რომ ვთქვათ. დედა არის ცნობილი ჟურნალისტი, არაერთი ცნობილი საავტორო გადაცემის წამყვანი. მასთან ერთად გავიარე მეც ის სირთულეები, რაც ტელევიზიას ახლავს, მოკლედ. ხედავდი მთელი ბავშვობა, როგორ ათენებდა ღამეებს. ძალიან რთულ სატელევიზიო ჟანრებში უწევდა მუშაობა თათიას, ღელვარება სპონსორებზე, მონტაჟზე. აი ამის შემხედვარე, როცა წამოვიზარდა, მივხვდი, რომ მე ამ გზას ნამდვილად ვერ გავყვებოდი და ეს იყო ურთულესი გზა ჩემთვის. თუ ეს ჟურნალისტიკური ცეცხლი ჩამიქრო ამის ყურებამ, გააღვივა ის მომენტი, რომ მან მასწავლა შესრულება, ესე რომ ვთქვათ, ქართული ტრადიციული სიმღერის, შემაყვარა ქართული სიმღერა. იყო პერიოდები, როდესაც უფრო აქტიური ვიყავი მცხოვრ ჟანრში, თუმცა ეს ყველაფერი შეცვალა ჩემი ოჯახის დამოკიდებულებამ, თათიას დამოკიდებულებამ, იმიტომ რომ გიჟდებოდა ქართულ სიმღერაზე. დღე არ გავიდოდა, რომ როიალთან არ დამჯდარიყო და ქართული სიმღერა არ შეესრულებინა და დამაახლოვა, ესე რომ ვთქვათ, ქართულ ტრადიციულ სიმღერასთან. ზოგადად, როდესაც ოჯახურ ღირებულებებზე საუბრობ ახლა და ადამიანის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე, აქ მარტო თათიას წვლილი არ არის, რა თქმა უნდა, სხვათა შორის ბევრმა არ იცის, რომ მამის მხრიდან ბებია და ბაბუა ემსახურებოდნენ საქართველოს ეკლესიას. ბებია ჩემი იყო ჩემი მოსახელე, ცირა კობიაშვილი, რომელიც იყო წლების განმავლობაში ქაშვეთის ეკლესიის გამგებელი და შოთა პაპა, ესე უყვარდა ხოლმე, როცა ვეძახდი, იყო საქართველოს პატრიარქის დაცვის უფროსი. მისი აღსაყდრებიდან პაპას სიცოცხლის ბოლომდე იდგა მის გვერდით. ძალიან დიდი მადლია და ძალიან ვამაყობ ზოგადად, რომ პატრიარქმა იმ დროს ჩემი ოჯახი აირჩია, მაშინ ძალიან რთული დრო იყო და მას სჭირდებოდა გვერდით უერთგულესი ადამიანები. იმ პერიოდში სიონში სულ 3 ოჯახი დადიოდა ეკლესიაში და ერთ-ერთი ჩემი ოჯახი იყო. სხვათა შორის პირველად ბებია მივიდა ეკლესიაში. პატრიარქმა შესთავაზა, რომ სრულიად სამღვდელოების საეკლესიო სამოსი უნდა შეეკერა. რაც მისთვის გამოუგნებელი ამბავი იყო, იმიტომ რომ საერთოდ არ იცოდა, როგორ უნდა შეეკერა და როგორ უნდა ჩაებარებინა ეს საქმე. მისი ხელით გამოუტანა თარგები და გარკვეული პერიოდი ცირა იყო ამ გარდერობის გამგებელი და თავად უკერავდა სამღვდელოებას სამოსს. და ეს სწორედ ამის შემდეგ გახდა ქაშვეთის გამგებელი. შოთაზე რაც შემიძლია გავიხსენო, ძალიან მკაფიოდ მახსოვს ის პერიოდი, სიცოცხლის ბოლო პერიოდს გულისხმობ, როდესაც საერთოდ ოჯახის წევრებს ვეღარ ცნობდა, შვილიშვილებს ვეღარ ცნობდა და ახსოვდა მხოლოდ პატრიარქი. ყველა ის შეხვედრა და ისტორია მასთან განვლილი. მართლაც მთავარი მისი ცხოვრებისეული ამბავი იყო პატრიარქთან ურთიერთობა. სწორედ ამ ადამიანების დამსახურება, ჩემი პიროვნების, ჩემი ღირებულებების და ზოგადად ჩემი შემოქმედებითი ხაზის ფორმირებაც.